გამარჯობა, მე ისევ მაქსი ვარ, თქვენი თვითაღიარებული საჭმლის კრიტიკოსი, რომელიც ალბათ ერთადერთი კაცია სოციმედიაში, რომელიც არ იყიდება და მხოლოდ სიმართლეებს გეუბნებათ ამა თუ იმ კვების ობიექტებზე. ძალიან გაუბედურებული ვარ, მესამე დღის პახმელია მაგჩა. Короче, ძალიან დიდი ხანი არ ვსვავდი რა. ერთი თვე ან რაღაც თვენახევარი ვაფშე არ ვსვავდი რა. ხო და გადამეკეტა და გუშინ წინ დავლიე მაგარი, გუშინ კიდე პახმელიაზე გამოვედი თქო, გამოვიდე თქო, მაგრამ ისეთი მივაბირო, გუშინაც მაგარი დავლიე და დღეს ისევ პახმელია მაქვს და დღეს კიდე ხა ცოტა უზმოვწურო ხვალიდან დავალაგდა რა. ხო და რადგან YouTube-ზე დაბრუნება მინდოდა და ამაზე დიდი ხანია უკვე რაც ვფიქრობდი, აი ეს ექსპრონტად გადავწყვიტე რომ Deepstrip-ი გამესინჯა, კიდე ერთხელ Deepstrip-ის ვიდეო ჩემ არხზე უკვე დევს, მაგრამ აი გადავამოწმოთ. გამოვიძახე რამდენიმე რაღაც. თან ვიბაზროთ და თან კიდე გავსინჯოთ რა. ისანისკენაც გაუხსნიათ, მე საბურთალოზე აღარ ვცხოვრობ, ისანში გადმოვედი. აქეთაც გაუხსნიათ რა და გამისწორდა ძალიან, იმიტომ რომ მახსოვს Deepstrip-ი ძალიან კაი იყო. მე და ბასტომ ჭამეთ ერთად, სხვა შორის მახსოვს. ბასტოსაც ძალიან მოეწონა და მეც. ხო, ის ვიდეო ბასტოსთან ერთად არის. ჩემი ძმაკაცი უკვე 10 წლისაა. რამდენიმე თვის წინ ქონდა გულის პრობლემები. ახველებდა და ცუდად იყო რა, მაგრამ წამლები დავლიეთ და მოუგვარდით და ეხლა კარგად არის ჩემი ძმაკაც 10 წელი უკვე ასაკი არის რა ამისთვის და ყურადღების მიქცევა ჭირდება, მეტი ყურადღება ჩემ მამას. ესეთი რაღაცების ჭამა კიდე აღარ შეიძლება, არც ადრე შეიძლებოდა და ეხლაც არ შეიძლება. ჩემ ვიზუალს ნუ შეიმჩნევთ, აი გაუბედურებული ვარ იმენა, გაუბედურებული, გასაძაგლებული ვარ. წვერი დასავარცხნი, გასაპარსი, მაგრამ აუ მკიდია რა. ეს ხო YouTube-ია. ჩემი ძალიან ყველანაირი ვიყო და ეტიკეტზე არ ვიფიქრო. დავიდეოში კომენტარიგებული ვარ ხოლმე. აქ არ ვარ. აი კიდე რა. ეს არის ყველის соуსი, ყველაზე დიდი ავიღე 150 გრამიანი, ეს რანჩი, ეს ყველაზე დიდი ავიღე 150 გრამიანი. ამაში უნდა ჩაყო ეს სტრიპები და ეგ არის მაგის მუღამი. Deepstrip-ში აქვთ მარტო ქათამი, მარტო ქათმის შენაკეთებული რაღაცეები და როგორც მახსოვს, საკმაოდ გემრიელი. თქვენის ნებართვით ვეცდები რომ გავახსნეინო. ჩემი. აუ დღეს თელ დღე დარბოდი საქმეები მქონდა იმენა და პახმელია მიჭერდა მეთქი ვაიმე რა ვქნა დალევაც არ მინდა, მაგრამ არა რა. როცა სულად ხარ უნდა დალიო. ჯობია დალიო, ვიდრე მეეკლეინო. ესენი არის ქათმის სტრიპები. ესენი არის ქათმის ბაიტები, ბაიტსი. ეს არის კიდე ტკბილცხარემ დოგვით ბურგერი ქათმის. ბურგერით დავიწყოთ? არა, მოდი დავიწყოთ აი სტრიპებით. ამაში მინდა რომ ჩავყო რა, ამის მთავარი მუღამი ხო ეს არის. ყველი. არა, კაი სუნი. კარაქის სუნი ამოვარდა იმენა, შეხედე. ცხელია და ავიღოთ აბა ეს სტრიპის მაგვარი რაღაცა, ჩავაწაწუნოთ. ძალიან თხელია. ზედა არ რჩება соуსი, იმენა ეს ჩამოდის. კარგი. თითქოს ესეთი გემრიელი აღარ არის. ბასტო. ვიცი რომ ნახავ ჩემ ვიდეოს და ესეთი გემრიელი აღარ არის, როგორც მაშინ იყო. ეს ძალიან ხრაშუნაა რა. აი ესენი. ძალიან ბევრ საფანელშია ამოვებული ალბათ და პატარა ხორციაში, მაგრამ ძალიან ხრაშუნაა, ძალიან გემრიელია. ეს ყველის соуსი რა ვიცი. დიდად არ მომწონს. ხელსახუცები არ მომიტანეს. მომცა ავიღებ და მოვა. აბა, კოქსი. შემაიმუნო. ბიჭო, რა ლოთი ვარ აი. დღეს ცოტა გავცივდი რა, ცოტა ყელი მკიოდა რა. მაგრამ ამ ციულუც მაინც ვსვავ. ლორობენი გამოვივლე ყელში და მე ჯემინაის ვეკითხებოდი რომ მეთქი ლორობენის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება უბის დალევას. 1 საათში დალიე შენი კარგიც მოვყანო იმან. ვსვავ ხა. ესეც ჩვენი რანჩის соуსი. კაფი რატო აქვს? გაფუჭებული ხო არა? თუ დაბლენდერებულია? შეიძლება. რანჩი მიყვარს ძალიან რა. რანჩი და ქათამი არის ქათმისთვის ჰანიმასტერი და რანჩი ჩემი აზრით ყველაზე მაგარია რა. პროსტა თუ კაი რანჩია რა. არა და ნიორი არ მიყვარს, მაგრამ აი რანჩი მიყვარს რა. ბიჭო, არ არის კაი რანჩი. რანჩი? ვა, ამიქლა. ეხლა აქაურობის მთავარი მუღამი არის ის, რომ ეს რაღაცეები, ეს ქათმები ამებს უნდა ჩაყო, ესეთი დიდები, იმიტომ ეს რა ჩაყო და მაგით უნდა იკაიფო და ესე უნდა იყოს გემრიელი ძალიან და, მაგრამ ვერ ქაჩავს რა, მახსოვს წინაზე უფრო გემრიელი იყო. აუ ბასტო, აი მართლა გადააკონტროლე Deepstrip-ი შენც აბა. მე მეშლება რაღაცა თუ მართლა ვეღარ არიან ხოდზე. მახსოვს მაშინ მოგვეწონა, ამდენიმე წლის წინ იყო.
ვერ ვიწუნებ, მთლად ვერ ვიწუნებ, მაგრამ მახსოვს რომ უფრო გემრიელი იყო. შეიძლება მოლოდინები მქონდა ეხა ძალიან შექმნილი და მაგით არ მომწონს. თქვენ გაგიმარჯვოთ. აი მტკივა მაგრა. რა ლუთი ვარ. გამიხარდება თუ კომენტარებში დამწერთ. შემდეგ რა გავსინჯოთ. და აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენ აზრებს. აი როგორც ადრე შევოდით ხოლმე, ერთმანეთს რო ლაპარაკებოდით და თქვენ რომ მიწერით და მე რო სინჯავდი და მე რო გამიხილავით ხოლმე რაღაცებს კომენტარებში და ასე შემდეგ, ეგრე გავაგრძელოთ ისევ რა. ეს ხო ხშირად მithქვამს თქვენთვის რომ YouTube-ი და აი ამ ვიდეოების კეთება ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო რაღაცა რა მაგის კეთება. მაგრამ როცა ეს გადადის რაღაც საქმეში ხოლმე, როგორც აი ადრე ოზი რომ მეჯდა ხოლმე წინ და რაღაცებს რომ აკეთებინებ და აი ეგ არ მომწონდა რა. და როცა მე ჩემ კომფორტის ზონაში ვაკეთებ ამას ეხლა მაგალითად სახში ვზივარ, მარტო ვარ და ჩემპიონში ამ ვიდეოს წერ და ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. ოზის ძალიან დიდი პატივისცემა, ცდილობდა კარგი რაღაცის გაკეთებას, მაგრამ მე იმას ვამბობ რომ ნუ კარგი რაღაცებიც გავაკეთეთ ეხლა ძალიან კარგი ვიდეოები გავაკეთეთ, მაგრამ ეგ არ მომწონდა რა. იმიტომ რომ აი არ ვგზნობდი თავს თავისუფლად. რაღაც ვიდეოს ვწერდი იყო ეგ და არა ჩემ მუღამს კი არ ვისწორებდი. ანუ ეხლა ვიდეო უნდა ჩავწეროთ და წავიდოდი და ამ ვიდეოს ჩავწერდით. რაღაც ეკონტი იყო. და ეხლა რა ხდება რა იცი, რაც იდეაში მე მინდოდა რომ რაც იდეაში მე მომწონდა და რატომაც იდეაში ამ არხის კეთება დავიწყე. რომ აი, იცი რა, მევასება საჭმელების გასინჯვა და მევასება ესეთი ვიდეოების ყურება და მეც მინდა რომ ესეთი ვიდეოები გავაკეთო. ეს იყო ჩემი მუღამი. ეხლა ამ წუთას მაგას ვაკეთებ რა. მინდოდა რომ ეს კიდევ ერთხელ გამესინჯა დიპსტრიპი, ხშირად ფიქრობდი ამაზე და სინჯავ ამას და ესე ჩემთვის თავისუფლად ვარ გელაპარაკებით. ეს არის ის რაც ჩემი ჰობია. კიდე მომწონდა როცა მყავდა სტუმრები რა. მე საერთოდ ახალი ადამიანების გაცნობა მიყვარს ძალიან. დამეგობრება და ახლოს დამეგობრება და რაღაცა არ მიყვარს ძალიან არაკონტაქტური ტიპი ვარ მაგ პონჩი და ძალიან ჩაკეტილი. მაგრამ ახალი ადამიანების გაცნობა მიყვარს. მაგრამ ფიქრობ რომ მან რაღაცას ვაკლებდი და მაგის კეთებაც მომწონდა. ხო და რადგან მაგის კეთება მომწონდა, ფიქრობ რომ რაღაც მასეც კიდევ ვეცდები რომ გავაკეთო. რაც მე მევასება ეგ უნდა ვაკეთო. აი ამ ბოლო დროს იმაზე უნდა გადავიდე, რომ აი ჩემი ცხოვრება გვერდით გადადებული არ მქონდეს თუ რა. ისეთი რაღაცებიც უნდა ვაკეთო, რაც მე მევასება, ხო და ეს ერთ-ერთი არის, რაც მე მევასება და კაროჩე ამას გავაკეთებ რა. თუ რაღაცა უბედურება არ მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რა ვიცი, მერთმა ამიფაროს. მერთმა ყველა დავიფაროს. აი ეს გამოიყურება ბიჭო რა დიდი ვარ იცი ამის კეთება რომ დავიწყე ვიყავი მაშინ 23 წლის თუ რაღაც 24. ეხლა 32-ის. წარმოიდგინე. თავს კი ისევ ვგზნობ როგორც მაშინ ვგზნობდი. არ გავზრდილ ვარ იმენა. მაგრამ მაშინ ვიყავი 2 და 3-ის. ეხლა კიდე 3 და 2-ის. აი მე შეტრიალდა ეს რიცხვები. ჭანდაბა. აქ გვაქვს პური სეზამის მარცვლებით, ტკბილი მდოგვის соуსი, ალბათ მარტო ტკბილი მდოგვია ან რაღაცა, ნუ ჰანი მასტერდი, coleslaw. აი კოქსი ეხა არ მოგიტყნა შენ კარგი სტრაკი, გამოდი მაქედან. coleslaw არის კომბოსტოს და სტაფილოს რაღაცნაირი სალათი. კაი ჯიგარი დიდი ქათამი, აი იმენა დაუნანებელი რა. აი მენანა ჯიგრული ნაჭერი. და ქვევითაც ეს ჩვენი ჰანი მასტერდი უსვია. ჩემი აზრით ამ ბურგერს არ აქვს შანსი რომ იყოს ცუდი. აი ვერ იქნება ცუდი. მარტივი და ჯიგარი ბურგერია რა ეს შორიდან და თუ ქათამი არ არის ცუდი ან რაღაცა პური არ არის უგემური და ასე შემდეგ ეს ბურგერი ცუდი ვერ იქნება. გამოიყურება ძალიან მაგრად კიდე აი შეხედე. მაქარია. ერთ სული მაგ პირი დავცე რა. წავიდა. ვაუ. საოცარი ბურგერია. ვაუ. ეგეც მაგარსაც არ ველოდი. ამეების ფონზე. აი, соуსი, ჰანი მასტერდი, ეს ტკბილი მდოგვი, თაფლი და მდოგვი, соуსი. ძალიან გემრიელია რა. და всё, მეტი არაფერი აღარ ჭირდება. ეგ თუ გემრიელია, ბურგერი გემრიელია. და ეს ბურგერი არის ძალიან გემრიელი. აუ. სამ ჭამას დავიწყებდი, ფიქრობდი რომ ამას დავასხავ. არა. მაგას არ ვიზდავ. თვითმყოფადი ბურგერია იმენა. რაც არის, ის არის ძალიან გემრიელი. არაფერს დამატება არ უნდა. ყოჩაკ. მაგარია. როკსტარ ბურგერია იმენა. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ქათმის ბურგერია, რაც მე ცხოვრებაში მიჭამია. და ეს ყველაფერი დამსახურება არის ჰანი მასტერდის. სვეჩ. აბა, ელიმკივა რა. მოსუსტებული ვარ ძალიან ჭამაში, წინა ვიდეოებში რამდენს ჭამდი ხოლმე გახსოვს.
ეს სიხრაშუნე ჩინარჩუნებულია. ქათმის იმ ნაწილებს, რომელიც გარეთ არის, ან ნახე, ეს ქათამი რო არის პურზე დიდი და გარეთ რო არის გადმოშვერილი, соуსი მაგალებზე ხო არ შეეხო და არ დარბილდა და ხრაშუნაა რა, როკბეჭ. ეს სიხრაშუნეები მოყვება რა გარედან. ხრაშუნას შეგრძნებას გიქმნის, ნუ შეგნით დასვალებულია და ხრაშუნა ვერ იქნება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დასრულდა ხორცი და соуსით და აღარ ხრაშუნებს, მაგრამ ყველა მოკვეჭაზე ხო გარეთ ნაწილსაც კვეჭავ და ეგ სიხრაშუნე რომ მოყვება ძალიან ასწორებს და соуსი უკომენტაროთ. ეს ღირს 25 ლარამდე, ეს ღირს 15 ლარამდე და ეს კიდე 10 ლარამდე რა. ნუ ისეთ ფასები აქვს რა, 19 და 85 თუ რაღაცა ეგეთი. 25 როა, მაგრამ 24 რო გგონია ეგეთი ფასების რა. და ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ბურგერი, რაც მე ქათმის ბურგერი მიჭამია რა. ძალიან გემრიელია. ჩვეულებრივ არის KFC-ის კონკურენტი რა. ამათ რო ფრთებიც დაამატონ, კაი ფრთები და კიდე რამდენიმე პროდუქტი და რო დასწრონ იმას სერიოზული მარკეტინგი, ჩვეულებრივ KFC-ის კონკურენტია და ჯობია KFC-ის რაღაც საკითხებში. გაციებული ყოლის соуსი უკეთესი ყოფილა ვიდრე თბილი. ჩემი აზრით იცი რატო? რო გაცივდა. უფრო თხელი აღარ არის და მეტი მოდის რა. მეტი მოსდევს და მეტი უფრო გემრიელია. ნამდვილად გემრიელია. ამას ეხა ნუ ჩაყობა მაში. ოფში მაგარი საჭმელია რა. კაი იდეაა. ნახე ვქნაათ მოდი. ნუ შეხედა. ხო კაი იდეაა. ეს გრძელი სასოუსე რა. რო ჩაყობ, წესიერად ამოეწობა соуში. აღარ მინდა, ვეღარ ვქაჩავე მე. მაგრამ რაც მართალია, ეს соуსი თუ ამას იყიდი, აცალგი ამ соуსი ცოტა შეგრძილდეს. უფრო გემრიელი გახდება, ამ სიცხელე ამ соуსს აუხდება. აბა, კარგად ვიყოთ. როგორც ხედავთ და როგორც უკვე აღმოჩნდა, გაუბედურებული ვარ, მე ძირს ნაგდები ვარ. მაგრამ შემდეგ ვიდეოებში უფრო მოხოდილი ვიქნები. აი ესეთი ძირს ნაგდები და ნათრევიც ვარ ხოლმე ხანდახან. ტიპს ეკეთყოდი რომ აი ეს ბურგერი honey mustard соусით გასინჯე 25 ლარი, არც ისეთი ბევრი ფული არ არის, რომ არ გქონდეს ახლა 25 ლარი, ძალიან გაუფასურებული რაღაცაა. გასინჯე, როცა ამის დრო და ფინანსები გექნება, უნდა გაგისწორდეს ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე ძალიან გამისწორდა, მაგრამ ეხლა რაღაც რეკომენდაცია ცოტა გართულებულია უფრო რა, იმიტომ რომ სხვადასხვა ფილიალებია, სხვადასხვა ზარეულებია, სხვადასხვა ვიღაცეებია. მე რო რაღაცა მომეწონა, შეიძლება რომ გამოიძახი ვაფშე სხვამ გააკეთოს და ვაფშე აღარ მოგეწონოს რა. თან მით უმეტეს ეგეთი რესტორნები, როგორც ეხა ეს არის რა, Deep Street. რაღაც პატარა ბრენდი რო არის და რაღაცა ის ეგეთ ბრენდებს ხო რაღაცა სტანდარტები ნაკლებად უჭირავთ რა, შეიძლება ერთ ფილიალში სხვანაირი კეთება, მეორე სხვანაირი კეთდება. ნუ შეიძლება საგვარად ხოლმე პატრონი ამას აკონტროლებს ალბათ, მაგრამ მაინც რთულია ეხა ესეთი კაცრი რეგლამენტი, როგორც KFC-ის McDonald's რაღაც დიდი ქსელებს აქვს, ეგეთი არ ექნება თამათ. ამიტომ შესაძლებელია რომ ხანდახან ცუდი რაღაც მოგიტანონ ხოლმე, მაგრამ ამ კონკრეტულმა ბურგერმა აი соуსი იყო ტოპ. რაც შეეხება соуსზე, აი ამ соуსებს რანჩი მე არ მომწონს, ყოველი соуსი, ამაზე კაი ყოველი соуსები ძალიან ბევრია. სტრიპები და ბაიტები ჩვეულებრივი, ნორმალური, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ხრაშუნა კარგია რა. არც უდის თქმა არ ღირს და არც კარგის. ბურგერს მივცემდი 10-დან 10, სტრიპებს მივცემდი 10-დან 8, ბაიტებს მივცემდი 10-დან 8, ყველს მივცემდი 10-დან 6, რანჩს მივცემდი 3-4, არ არის კარგი რანჩი. და საბოლოო ჯამში მთლიან ობიექტს მივცემდი 10-დან 9-ს. მოკლედ შეუბერეთ რა, მაგრები ხართ და ჩემი აზრით უფრო მეტი შეგიძლიათ ვიდრე აკეთებთ. ეს იყო თქვენი მაგის კოლეფსიკო, ან ერთ ან ორ კვირაში კიდე აუცილებლად დაგიბრუნდებით. კარგად გზანდებოდეთ.